მე ვფიქრობ, რომ ეს იყო თესლი, რომელიც დაითესა და რომელიც დავარდა ან გზაზე სახარებისეული თესლები, ან გზაზე, ან დავარდა ხრიოკზე, სადღე კლდეზე, ან დავარდა ეკალბარდებში. მე ასე ვფიქრობ. ასეთიც არის. მაგრამ უბრალოდ გონს უნდა მოვიდეს ხალხი, ის რაც იგრძნეს ამ დღეებში. აი ეს როგორც აი მარგალიტი ისე უნდა ჩაეჭიდონ. დავანებოთ თავი მაგას საქართველო გაერთიანდა თუ გამოერთიანდა მაგას დავანებოთ თავი. საქართველოს გაერთიანება თუ გამოერთიანება შენ რო რამე მოგივიდეს და გარდაიცვალო, ღვთის წინაშე შენ გაერთიანების გამო არ ცხონდები. შენი წილი საპატრიარქო კურთხევა ხო მიიღე, შენი წილი. ხო იგრძენი ეს რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში, ამ დღეების განმავლობაში, ხო იგრძენი. ეს არის სულიწმინდის მოქმედება შენში. ბოროტი მაგას ასეთ განცდას არ მოგცემს. ხო და ჩაეჭიდო უნდა შენ უკვე მიიღე ადამიანის გარდაცვალების, ანუ სიკვდილის ფასად მიიღე შენ განცდა თვისთა ცოდვათა. ადამიანის სიკვდილის ფასად შენში გაიღვიძა, კი არ გაიღვიძა, შენში გაიღვიძა სინდისისადმი ყურადღებამ. გამიგეთ და სული წმინდის მოქმედებას შენ ფაქტიურად ადევნებდი თვალს ამ ხნის განმავლობაში. ვიღაცას რამდენ გასვენებაში ყოფილა ხალხი 1000 ვიღაცა გარდაცვლილა, ყველგან ყოფილან ხო ადამიანები, მაგრამ ის რასაც ამ დღეების განმავლობაში განიცდიდნენ, უნდა შეადარონ რა, ეს ხო ახალია რაღაცა, ეს სხვა რამე არის, ხო? იმ წუთას, როდესაც რიგში იდექი, ხო, რამდენი ლოცულობდა, რამდენი სკნილზე, რამდენი კი არა უმრავლესობა, ხო, ადამიანებს სიგარეტს არ ეწეოდნენ. თურმე ძალიან მორიდებით სადღაც გავიდოდნენ, ხო და რაღაც ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი შენ მოგეცა იმისათვის, რომ ჩაეჭიდო ამას. რაც თავარი მოთმინება გამოიმუშავეს ადამიანებმა საათობით დგომის და რიგის დათმობის და ბავშვიანი რომ უნდა გაატაროს და მოხუცი და ავადმყოფი გამოვიმუშავეთ. კი, მოდი რამდენიმე დღე მაინც. ეს რამდენიმე დღე, ხო, სიტყვა გამოიმუშავესაც არ დავეთანხმები. არ გამოიმუშავეს, მათ მისცა უწმინდესის აი ამ უდიდესმა ესე იგი ძალამ მისმა პიროვნებამ, მისმა სიწმინდემ, მათ და მეოხებამ ღვთის წინაშე მათ მისცა უფალმა ეს ძალა რომ მათ ეს გზა გაიარათ და მათ გაიარეს ეს გზა და ახლა თუ ეს გავლილი გზა განვლილად დარჩება და აქედან დასკვნებს არ გააკეთებს და არ გააგრძელებს, რომ თურმე შეძლებია 8 საათი დგომა, ზოგიერთი 10-11 საათით იდგა. თურმე შეგძლებია, ხო? და რა უნდა 1 საათი ან 2 საათი ტაძარში დგომას. აი რაღაცა დასკვნები თუ არ გამოიტანა აქედან და არ ამოკენკა, ასე ვთქვათ, სარგებელი თუ არ ამოიღო, იმ შემთხვევაში ეს ყველაფერი ფუჭია და ამაო არის და მოიკითხება, ვისაც მიეცა ეს, სულ ყველას მოიკითხება, ვისაც მიეცა. მაგრამ ჩვენ ისეთი მე ცოტა ამ კუთხით ზოგადად მე არც ოპტიმისტი ვარ, ბუნებით და არც პესიმისტი ვარ, მე ვარ რეალისტი რა. და ამ რეალისტობის კონტექსტში ხო მე ხვალინდელ დღეს ცოტა სხვანაირად ვუყურებ. მე არ ვუყურებ ისე რომ მორჩა ეს ადამიანები, არა, მათ ეს გამოცდილება, ეს 6 დღიანი გამოცდილება თუ 5 დღიანი მიიღეს იმის გამო რომ რაც ხვალ და ზეგ მოხდება, იქ მაგათ კონდეთ უკვე სულში კონდეთ გონიერებ ცნობიერებაში, გამოცდილებაში, აზრებში კონდეთ თავშესაფარი უნდა კონდეთ, თავშესაფარი ადამიანს ყოველთვის აქვს, როდესაც მას შეუძლია რაღაცა მის ძალებზე აღმატებული სულიწმინდის მოქმედების რაღაც ნაყოფები გაიხსენოს და ის მერე ანუგეშებს ადამიანს რა. ამისთვის მიეცათ ეს, მაგათ მინიმუმ ამისთვის. ეს მათ და უმისოდ მათ და დამოუკიდებლად მოხდება ეს მათში. ნეტარია ის, ვინ ჩაეჭიდება ამას და არ გაუშვებს და სად ვიყავი აქამდე რატო არ დავდიოდი და ტაძარში ივლის და უშვათ, ხო? მაგრამ ის, ვინც ამას არ გააკეთებს, ამ შემთხვევაში მათ და დამოუკიდებლად უბრალოდ როგორც სინდისის ხმა ყოველთვის გაახსენებს მას, რომ მას შეუძლია
ის გააკეთოს, რომ იყოს ქრისტიანი, მას შეუძლია ქრისტიანული წეს რიგი დაიცვას და მას შეუძლია თუნდაც პატრიარქის აი ამ ნაღვაწ და გაკვალულ გზაზე გაიაროს. მან მთელი ეს ეკლები ყველა ჩამოხსნა ფაქტიურად, იმდენად დაგვიღეჭა. პატრიარქი მე როგორ მგონია იცით ვინ არის? აი წარმოვიდგინოთ ჩვენ რაღაც აი წარმოდგენებში ასეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ხო გვასწავლა ქრისტიანობა უფალმა ხო? მე მოციქულები იყვნენ, მე კიდე ქრისტიანი, მე ყოველი შემდეგ თაობა მეტი იცოდა წინა თაობაზე. ყოველი შემდეგ თაობა მეტი იცოდა წინა თაობაზე, ესე უფრო მეტი ცოდნა ქონდა. მაგრამ სამწუხაროდ, რაც იქით თაობა მოდიოდა, მით უფრო მეტად უარესდებოდა ზოგადად, ხო? და მივედით ბოლოს ათეიზმამდე და რაღაც უბედურებამდე, დღესაც არის ლიბერალიზმამდე. მაგრამ არის რაღაცა ხაზი მაგალითად, ხო? ხო ყველა არ იყვნენ ისეთები, ხო? სოდომში რო 10 კაცი ყოფილიყო, სოდომის ასე ვთქვათ, დადუღება არ მოხდებოდა. მაგრამ არის რაღაცა ხაზი, რომელიც თითქოს აი იმაზე უკეთეს, ხო, წინაზე უკეთეს, მერე წინაზე და ბოლოს ქრისტიანობა 2000 წლის განმავლობაში რომ განვითარდა, აი როგორი უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანი 2000 წლის გამოცდილებით. აი ასეთი პიროვნება არის ჩემთვის პატრიარქი რა და რადგანაც მე ცოდვილი ვარ და მე ძალიან შეზღუდული მაქვს ასეთი სულიერი აზროვნება ხო ამ მასშტაბის შესაბამისად მე რომ ვიწყებ გააზრებას უწმინდეს იგი აი მის პიროვნებას და მის ასე ვთქვათ ჰორიზონტებს ხო რომ ვიწყებ რაღაც იმდენად ვიძირების შიგნით უცებ გამოვდივარ უკან რომ რაღაც სადღაც არ ჩავიკარგო რა ყველას რო ეყოფა ისეთი არის რა და ჩვენ საქართველოს ბოლო 49 წლის განმავლობაში არა 49 მეტი კიდე მაგრამ პატრიარქობის 59 თორე მანამდე 11 წელი მხოლოდ აფხაზეთში იყო მარტო აფხაზეთში 7 წელი იმაში რა ქვია აჭარაში ხო და საქმე იმაში არის რომ ამ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ესე იგი თქვათ 24 წლიდან რაც ბერად აღიკვეცა თქვათ ხო ამ ხნის განმავლობაში მან სახარება განმარტა არა წერილობით არამედ მან სახარება განმარტა ესე იგი თავისი ცხოვრების მაგალითებით და ამ მაგალითების შემდეგ ქადაგებაში გადმოტანით. ანუ ისე კი არ განმარტავდა როგორ განყენებულ რაღაცა წიგნს დაუშვა და რაღაც ესე იგი განყენებულ რაღაცა როგორც რელიგია სფერო თუ როგორ თქვა. არამედ ის თავისი ცხოვრების მაგალითიდან ქადაგებდა და ეს მაგალითი თავის ცხოვრების იყო სწორედ 2000 წლის განმავლობაში მიღწეული ყველაზე კულმინაციური სიმაღლე როგორი შეიძლება იყოს აი ქრისტიანის უმაღლესი დონე ანუ ადამიანის ვიტყვი ახლა მას ბევრს არ მოიწონება განღმრთობა როგორი შეიძლება იყოს და ერთჯერ თქვი რომ უფალმა ღმერთად დაადგინა უწმინდესი თქო საქართველოში ხო და მე გამიკვირდა ზოგიერთი ისეთი წესით არ უნდა შეშლოდათ მორწმუნეები კიდე ცოტა უფრო დაახლოებულები ასე ვთქვათ ბიბლიას მაგათმა ეს რა თქვაოდა მე არ მithქვამს ეს ბიბლიაში არის მოცემული როგორც მოსე ღმერთად დაადგინა ისრაელში ხო იქა ღმერთად დადგენა პირდაპირ ეუბნება მე შენ ღმერთად დაგადგენ პირდაპირ ეუბნება ამას ზეკი მოსეს ხო და ღმერთად დადგინება ნიშნავს ღვთისნების აბსოლუტურ აღსრულებას აი სწორედ ესეთი იყო ჩვენი პატრიარქი და ის კიდე როგორ რაღაცა იცით აი მე რო ახავ ყვები რაღაცას პატრიარქზე იმდენად კადნიერი ვარ მე ახლა რომ რაღაც ვაფასებ პატრიარქს ეს ძალიან ისეთი მასშტაბი არის მასზე დიდი არ ყოფილა და მასზე დიდი სამწუხაროდ არ იქნება